დღეს მშობელთა კრებაზე დედა მოიყვანეს დემეტრე და დანიელ დოლიძეებმა. დიდი მადლობა რომ დედასთან ერთად მოხვედრით. ჩვენი საყვარელი მარიკო ებრალიძეა სტუმარი. დიდი მადლობა მარიკო რომ დასვენების დღეს 8 მარტს ჩვენთან მოხვედრით. გილოცავთ ხალხთა დღეს. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენს გილოცავთ უერთდებით ამ საოცარ დღესასწაულს. ყოველი დღე ჩვენი იყოს ჩემო საოცარო ქალბატონებო და ბიჭებო თქვენ ძალიან ვიყვარხართ ვიხარით. გილოცავთ 8 მარტს. ქალების დღეს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მაგარი ბიჭები. ძალიან. ძირითადად რა ხდება ხოლმე, იცი, აქ რომ პატარა ბავშვები მოყავთ, ნუ პატარა არ უნდათ ხოლმე ლაპარაკი და თქვენ ძალიან ლაღი არსებები ხართ, ესე იგი და გაგვილამაზეთ სტუდია. მე მარიკო. გისმენ. ცოტა დაძაბული ვარ, იმიტომ რომ ნერვიულობ ესე ორივესთან ერთად პირველად ვარ და ერთთან ჩვენ აქ ჩვენ სტუდიაში ხარ ნამყოფი მახსოვს. არა, ეს კი პატარა იყო დემეტრე მახსოვს და რო გახოხიალა ესე მაგ დისკოშეში აძრომიალა. აბა რა, ბავშვებთან ერთად დემეტრე. სათიყავი. ისა კიბეზე ავძველი და ისე გადავხტი მეორე სართულიდან. მეორე სართულიდან გადახტი, მე ცოტა რო საშიშია, იცი? არა, ნუ არა, შეგიძლია მაგარი. ამისთვის არ არის სხვანაირად გადახტა. ხო, ამისთვის არ არის. მეასე სართულიდან. მეასე და ძალიან კარგია და ის ამაღელებელი და კაცების დღეს არ არის. ცოტა მეცნიერული ხარ. მაგრამ გონია რომ სანერვიულო არ თქვა. მოდი გავისწოროთ. მარიკო, მოდი დავიწყოთ სულ თავიდან. ალბათ მე და ჩვენი მაყურებლის უმრავლესობა თვალყურს გადევნებს ჯერ ვიდრე იყავი მარტო, მერე შემდეგ უკვე ორსული, ერთი შვილით, მერე კიდევ ორსულად მეორე შვილით. თუმცა არ ვიცით ის დეტალები კადრს მიღმა რა ხდება. მიღმა რა ხდება, როგორი დედა ხარ, გაქვთ თუ არა რამე თქვენი წესები და ვარტყობ რომ ძალიან ლაღები არიან შენი შვილები. მადლობა. ხო, ეს არ ვიცი ისი ბრალია, შენი და ჩვენ ხო ზოგადად მამამისის. ჩვენი თაობა ცოტა სხვანაირად გაიზარდა. ეს თაობა რაღაცნაირად თვითონ გასწავლის თითქოს რაღაც როგორ მოიქცე, რანაირად ასე თქვა დაელაპარაკო, თან ალბათ არ გვინდა რომ გავმეორდეთ ის რაც თქვა ჩვენ გქონდა, რა შეზღუდული, ან რაღაცები ამ ხრივ გინდა რომ რაღაცნაირად თავისუფლება მისცე. თუმცა იმდენ თავისუფლებასაც ვერ ვიტყვი რომ აძლევ, რაღაც მომენტში მიყვარს წესრიგი, მიყვარს ცოტა სიმკაცრეც, მიყვარს დისციპლინა და რაღაცა მიყვარს ჩხუბი. ვისთან ჩხუბი? მუთაკებთან. აუ ძმა ნახე საყვარელი როგორც ამში მოაგვარა ყველაფერი. საოცარი ძმობა აქვს რა და ისუ ჭიდაობა? კიდე? ერთმანეთში ჭიდაობთ ხოლმე? ერთმანეთში ჭიდაობთ? კიდე სულვარი სპორტული. ბაყელი წავაქციე ესე. აჰა, ესე იგი ძლიერიც ხარ. და დედა შენი იმან თავში მომარტყა და მე წავაქციე. ამიტირე და იმან იტირა. საოცარი თავგადასავლებით ხარ შენ. მაშინ იცი რა მოგვიყევი მარიკო როგორი დედაა? გიგრძალავს რაღაცებს? რაც გითხარი ის თქვი. კაცრია თუ პირიქით? რაც გინდა ქენი დედა? ცოტათი? ცოტათი არა უშავს. ცოტათი აუცილებელიც არის. შოკოლადას საერთოდ ვიყავი ამისთვის ხილველი მე რომ შეგიძლია შოკოლადა. მე კიდე ტორტ ჩავჭამ. ტორტ. არ გიყვარს? შენ დემეტრე შენს გვესაუბრე რაღაც. ტორტები. და მარიკო ხილის არ მიყვარს ტორტი. ხილის არ გიყვარს. და აი დიდას უყვარს. კი, მე მიყვარს ხილის ტორტები. მე მეფის ტორტები. როგორც მახსოვს მარწვის გიყვარს. კი. რა საყვარელი ხარ? შენ ძალიან თბილი ხარ, ორივე თბილები ხართ, იმიტომ რომ დედას ისე კოცნიდი ვიდრე ეთერი დაიწყებოდა. არა, შენი ძმა არა არც ისე? არა, ორივე ძალიან თბილია. ორივე თბილი. ხო. და შენც ესეთი იყავი, მახსოვს მოძრავი და ენერგიული, თუმცა ასაკთან ერთად უკვე დიდი ბიჭი ხარ. რამდენი წლის ხარ შენ? 10. 10 წლის ხარ რა უკვე. გამოირთო? რა გამოირთო? რა გამოირთო? მან და აი ჩხუბობდა, არ გველაპარაკებოდა, დაჯდე და ხო, რა, დაგველაპარაკე. დაგველაპარაკე, იქ აღარ ისეთი გვაჩვენებენ სპორტული ხარ, ცურვაზე დადიხართ, 1000 რამეზე დადიხართ. ბიჭებო, აბა თქვენ ღერით? მე გიყვართ სიმღერა? ეხა ჩაირთო. ხო. ჩაირთვება. მოდი, ახლა თქვი. სიმღერაზე ვილაპარაკე. სიმღერა იცი? აი. კი. კი. მე ვიცი. შენც იცი, სახში მღერით ხოლმე? კი. დიახ. ეხა მიმღერებ კი. აბა მიდი. აბა? გიტარზე მოვათენდება. ხამით როცა მილეობდება.
მე კი მინდა მასე მეღერება სიხარული წელი მეღერება Odelia della, Odelia della, della Delia. Odelia della, Odelia della, della Delia. შენთვის მიმღერია, რაც მიმღერია რაკაცენი ეს ქვეყანა ბედნიერია ყავსა ბალახს ვეფერე მოჭიტებს ვემღერები Odelia della, Odelia della, della Delia. მადლობა Odelia della, Odelia della, della Delia. მიყვარს რომ აგრძელებს ნოტებს, დედის სკოლა იგრძნობა. მიხდი ხო? ეხა კიდე რა მომდა ცოტა მერე ვიმღეროთ. ეხა კიდე ვიცი ეხა ვილაპარა ცოტა მერე. პატარა ეზოს ყავდა ორი რეზო და ორივე ერთად ექვსი წლის და ერთი რეზო. მეორე სტროფიცა. დადიოდნენ ერთად არაშინო და თარაფრის არაფრის ბანანაერო და ორი რეზო ორივე ერთად ექვსი ანუ წლის სახში სულ რეზო და ორი რეზო. ორივე ერთად ექვსი წლის მეორე აღარ გვინდა მე ვიმღეროთ ცოტა ხანში ხო? მაგარი ბიჭო. ანუ სახში ასეთი ვითარება გაქვს სულ? როგორი და კი კარგად ბუთი ვერი მოვეს ბურთი ამბობს ერთი რეზო ეს რა ხალხია შენ დაკარგე ბურთი მე დავკარგე ბურთი შენ დაკარგე ბურთი თუ კარგია არტისტულიც როა. და ორი რეზო ორივე ერთად ექვსი წლის პატარა რეზო. და ორი რეზო ორივე ერთად ექვსი წლის ბრავო მე მგონი ის დროა ჩვენ სოლო კონცერტი მისცხოვ სადმე. ჩვენ აუცილებლად მოვა. ბილეთსაც ვეკიდით მეცაც კითხვი. ისეთი ენერგია წამოვა მოდი აბა პაუზას თუ დავიჭერთ. პაუზას თუ დავიჭერთ აბა სიჩუმე ერთი წამი აბა ვის შეუძლიათ შუმატყოფნა 3 წუთი? მე არა 3 წუთი რა 3 წუთი ერთი მარიკო არა 2 საათი 3 წუთი დაგვრჩა სამწუხაროდ. 2 საათი რამდენი? 2 საათი 2-1 ვერ 2 გავიგე. საათი 2 2 საათი. საათი სიჩუმეო რა კაი. მე მინდა გითხრათ ჩემი კომპლიმენტი მადლობა. ნახეთ ჩიკაგოში და როგორც ვიცი იყო პირველი გამოცდილება ხო ესეთი სამსახიო კი ნამდვილად ხოვანებული საოცრება იყო და ძალიან დიდი მადლობა შეფასება მივიღე მსახიობისგან და ძალიან მომეწონა და მინდა კიდე და კიდე ვნახო აუცილებლად მოვალ ხავდა მადლობა ძალიან დიდი მადლობა დავარდი თუ უბრალოდ რა მოხდა გაიგე? გავარდი ეგობა გააგდო. მე წავედი გავარდი და მე ყველა ამბულაში უნიკალური ხარ მარიკო და აქ ისეთი კარგი საყურებელია ეს ყველაფერი და ისეთი დედა არის მშვიდი. გავარდი ნუ აქ ყოველ შემთხვევაში ესე დავინახე რომ აი გოგო ხალხში ყველა დედა ვცდილობთ რომ ვიღოთ საუკეთესო ვერსიები ჩვენი თავის. ერთი რამე მითხარით რომ დრო მართლა გაგვიცა. ერთი რამე საუბრობდით მშობლების აი დილ აგრესიაზე რომ თავის აუხსენელი ოცნებები ან თავის სურვილები. ახლა თავს შენ თქვა სურვილს რომ გახდნენ მოგებები ან ექიმები ძალიან ყურადღები თქვა ეგეთ რაღაცებზე იმიტომ რომ თქვა აი რაც ბავშვობიდან მახსოვს რომ აი ჩამიდეს ტვინში ცოტა ვფიქრობ აი ეს იგივე გავაკეთო ეხლა მე თუ ჯობია რომ თავისუფლება მივცე თუ აი ის ოქროს შუალედი ძალიან რთულია რა თქმა უნდა შეცდომები დაგვიშვია და ზოგადად ყოველთვის შენ კი არ ასწავლი ბავშვს აქეთ გასწავლის როგორ და რანაირად მოიქცე რა წესები იქონია და ყველას ინდივიდუალური მიდგომა აქვს ბავშვებთან შესაბამისად აი ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცნაირად ესე ფიქრში გავატარო ეს ყველაფერი და რაღაცნაირად დავყოვდე იმაზე რასაც თქვა აი გავაკეთებ აი ჯერ დავფიქრდე რაღაცა გავაანალიზო ეს სწორია ყოველთვის არ გამომდის ესე არის ფიქრობთ რომ რაღაცნაირად არა ძალიან რთულია თან ეს მოძრავი ლაღი და რა საყვარელი ო მეც მინდა წეროების თამაში ითამაშე წეროები ითამაშე თან რეზო და ეზო დასასრულებელი გვაქვს ვიმღერეთ კი ვითამაშეთ ყველა აი რომ მორჩებით მე რომ ვითამაშეთ მოდი წეროები ვიტრინავე სად შორს რამდენი 4 1 2 3
თავი გამოტოვა. ნახე, ეს ღიარულ ნოტაში დაგეცდომებით რეკლამის დრო არის და ძალიან მალე დაგიბრუნდებით ჩვენ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ სტუმრობის.